კიდევ ერთი თემა კონდიციონერებზე. ეს არ ეხება იმათ, ვისაც ფილტვები უცივდება, შაკიკი ემართება, ალერგია აქვს, აცემინებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ეხება იმ ხალხს, ვინც კონდიციონერით დადის. შეიძლება ბერმა არ იცის, როგორ უნდა გამოიყენოს სწორად კონდიციონერი. ვინც იცის, იმათვისაც არ იქნება ცუდი ამ ინფორმაციის გამეორებით მოსმენა. მოკლედ რა ხდება? ზამთრის პერიოდშიც კი კონდიციონერი საჭიროა. მაგრამ ჯერ დავიწყოთ ზაფხულით. ზაფხულში როცა ძალიან ცხელა და მშრალი ჰაერია, სასურველია და უკეთესია რომ კონდიციონერი იყოს ჩართული ცირკულაციაზე. ანუ აი მანქანა რო ახატია და მოხრილი ის არის რომ აქ, ანუ ჩაკეტილი როდესაც არის ავტომობილი და გარედან ჰაერი არ შემოაქვს. ასე უფრო მარტივად აი შიგნით რაც ჰაერია, იმას უფრო მარტივად გააგრილებს. ამ დროს სასურველია რომ ხანდახან გაიხსნას ეს რეცირკულაცია, ან ხანდახან ფაჯარა ჩამოწიოთ რომ ახალი ჰაერი შეივსოს უფრო მარტივად. იმ შემთხვევაში, როდესაც არის წვიმიანი ამინდი, ანტენიანი ამინდი, სასურველია რომ რეცირკულაცია გამორთული იყოს, იმიტომ რომ კონდენსატის გაკეთება იცის ხოლმე შუშებზე, მე ეს კონდენსატი სისტემაშიც გროვდება და შესაძლებელია რომ დროთა განმავლობაში ეს დაგუბებული წყალი ან წვეთები, რომლებიც პლასმაზე დარჩება, დაობდეს ჭუჭხთან ერთად და რაღაცა სუნები გამოიწვიოს. პლუს ამას თავისთავად 10-15,000 კილომეტრში სასურველია რომ კონდიციონერის ფილტრი შეიცვალოს. ნუ ჰაერის ფილტრი ზოგადად სალონის, არა თუ კონდიციონერის. ხო, რაც შეეხება ზამთარს, ზამთარშიც იგივე წესი მოქმედებს. აი, როდესაც შუშის გათბობას ჩართავთ ხოლმე, აი დაბურულია შუშა და ჩაირთვება შუშის გათბობა. ამ დროს თუ შეამჩნევთ, ირთვება ასევე კონდიციონერი. კონდიციონერი აშრობს ამ ჰაერს და ხელს უშლის კონდენსატის წარმოქმნას. შესაბამისად, კონდიციონერი ზამთარ-ზაფხულ საჭიროა და სასურველია რომ გამოიყენოთ. შესაბამისად, ტემპერატურისათვის არსებობს კლიმატ კონტროლი. ერთადერთი რაც რჩება, ეს არის რეცირკულაციის ჩართვა და გამორთვა. შესაბამისად, მშრალ ჰაერზე ჩართულია, ტენიან ჰაერზე ღია. შემოდგომის პერიოდში კიდევ როგორი ამინდით შეგხვდებათ იმის მიხედვით. შესაბამისად, როდესაც ჩვენ რაღაც ფუნქციას ვთავთ, მაგალითად შუშის გათბობას და ჩაირთვება კონდიციონერი, ნუ გამორთავთ ამ კონდიციონერს, იმიტომ რომ კონდიციონერს შეუძლია როგორც 17 გრადუსზე მუშაობა, ასევე 25 გრადუსზე მუშაობა, ასევე როდესაც 32 გრადუსი არის და ცხელი ჰაერი უბერავს, მაშინაც შეუძლია რომ დაეხმაროს სისტემას კონდენსატის არ წარმოქმნაში. ამიტომ რასაც კლიმატ კონტროლი აკეთებს თავისით, მაგას ხელს ნუ შეუშლით. ხო, იმათვის, ვისაც კიდევ ფილტვების ანთება ემართება, არსებობს ტუმბლერი, რომლითაც გრადუსები რეგულირდება, მეგობრებო. პლუს ამას დამატებით ვიტყვი, მათთვის, ვისაც მაინც ასე ვთქვათ, აცივებს ან რაღაცა დისკომფორტს უქმნის კონდიციონერი, შეგიძლიათ რომ გაქვთ სპეციალური მიმმართველები, რომლითაც ან დაბლა, ან მაღლა გაუშვებთ ამ ჰაერს და თავში და ფილტვებში ნუ დაიმიზნებთ ამ ცივ ჰაერს. ეგ არის და ეგ ძალიან მარტივი არის, ეს ყველაფერი უბრალოდ ზოგს არ ცალია ამისთვის და ამაზე საფიქრალად. ამიტომ აგერ გამზადებული ინსტრუქცია გაქვთ. დროებით.